მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან სულთმესი მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მისმენთ, გაგეცნობით, მე ვარ კატო. გეტყვით რომ ფასდაკლება ჯერ კიდევ გრძელდება და შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფასდაკლება და შეგახსენებთ რომ პირად დიაგნოსტიკაზე უნდა მომწეროთ WhatsApp-ში მის თებულ ნომერზე, რომელსაც ვიდეოს ქვემოთ უთითებ ხოლმე. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ფიქრი, გრძნობა და მოქმედება. და მოდით დავამატოთ ხელი შემცვლელი ფაქტორები თუ არის ამ ურთიერთობაში. პირველი აუცილებლად ვნახოთ რა ურთიერთობაზე აქვს საუბარი. მერე აუცილებლად ვნახოთ რას ფიქრობს თქვენსთან ურთიერთობაზე ეს ადამიანი. რას გრძნობს, რა მოქმედება ექნება და არის თუ არა ხელი შემცვლელი ფაქტორები თქვენს ურთიერთობაში. რა ურთიერთობა? აქ არის ურთიერთობა, რომელიც მე ვიტყოდი რომ უკვე დასრულებულია, იმიტომ რომ განდეგილის მდგომარეობაში ადამიანი და 10-იან ხმალთში. აქ არის ურთიერთობა, რომელთაც ადამიანი შეიძლება ითქვას წავიდა სამუშაოდ, გადაერთო სამუშაოზე და ურთიერთობასთან მიმართებაში აშკარად რაღაცა ტაიმაუტის მდგომარეობაა, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ტაიმაუტის მომენტი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება დასრულებასაც ნიშნავდეს, ხო? ხა ყველასთვის ერთნაირად ვერ რეზონირდება. ადამიანმა გადაწყვიტა რომ უფრო მეტი დრო დაუთმოს თავის საქმიანობას, თავის სამუშაოს, თავის თავს, ესე რა ვთქვათ, თავის ფინანსებს. რას ფიქრობს ურთიერთობასთან მიმართებაში? ფიქრი არის ის, რომ ადამიანი ვერ ვიტყვი რომ ცუდად გრძნობდა თქვენთან თავს, ნამდვილად ემოციურად და ძალიან კარგად იყო, მაგრამ ფიქრობს რომ ურთიერთობა აშკარად რატომღაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნო სტაბილური ურთიერთობის მომენტი ჰქონდა თქვენთან და ემოციებიც ნამდვილად ჰქონდა, ურთიერთობა შევიდა აშკარად შიხში, ხო, რაღაცა გაურკვევლობაში არის, რაღაცნაირად ვერ ხედავს, ხო, სიტუაციას, ანუ შესაბამისად რას ფიქრობს, ადამიანი ფიქრობს იმას, რომ შევიდა ჩიხში და ალბათ მაგიტომაც გავიდა ურთიერთობიდან, რომ გამოსავალი ვერ იპოვა, თუმცა ძალიან კარგად გრძნობდა თავს, ვერ ვიტყვი რომ ცუდად გრძნობდა ნამდვილად. მოდით ნახოთ აბა რას გრძნობს ეს ადამიანი. აი გრძნობებიც აქ დაპაუზებული, ახლა ამ ეტაპზე არის, ესე ვთქვათ, ფაქტიურად მისი გრძნობები გასული სხვა მიმართულებით, ანუ მისი გრძნობები გადართულია უფრო მეტად მატერიალურ სიტუაციაში, არ ვიცი, შეიძლება რაღაც ესეთი ფინანსური პრობლემები ქონდა ამ ადამიანს და საჭიროება მოითხოვა, რომ პირაცა და მატერიალურ შორის დაეყენებინა არჩევანი და აირჩია მატერიალური. გრძნობებს ამ მიმართებაში ნახეთ როგორი მომენტი, აი ვერ ვიტყვი რომ ამ ადამიანს აქვს გრძნობები, თუმცა შეიძლება ითქვას რომ რაღაცა მომენტები არის, როდესაც ახსენდებით, ხო, როდესაც ეფიქრებით, როდესაც რაღაცა ემოციები ნამდვილად აქვს და უჩნდება ხოლმე, ხო? ეს არის ემოციები, რომელიც აი ნახეთ კარგად გატარებული მომენტი, ერთად სასიამოვნო დღე, ხო? ერთად რაღაცა ფილმი, რომელსაც ვუყურეთ და ძალიან კარგი იყო მის გვერდზე ყოფნა, ხო? აი აქ რაღაც გრძნობებთან მიმართებაში ადამიანს უფრო მე ესე ვიტყოდი გრძნობებთან მიმართებაში ემოციურად შეიძლება ახსენდებოდეს რაღაცები, მაგრამ რატომღაც ადამიანი ძალიან მკაფიოდ არის გადასული მატერიალური კუთხით, ხო? ანუ მისი გრძნობები ეკუთვნის მთლიანად ფინანსებს, რატომღაც აი ესეთი მდგომარეობით მოდის ეს ყველაფერი. და ვნახოთ აბა ერთი მისი მოქმედება. რაც შეეხება მოქმედებას, ნახეთ როგორი მომენტი არის. ადამიანი ხვდება რომ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და ეს გაურკვეველი სიტუაციები არ უნდა იყოს, ხო? ანუ ნახეთ თუ ბოლომდე წასული არის ადამიანი, მაშინ ქმედებასთან მიმართებაში გეტყვით რომ სწორი არჩევანი იყო, იმიტომ რომ არ შეეძლო რაღაცნაირად პასუხისმგებლობების აღება, შეიძლება თქვენ ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი ხართ, ბევრად უფრო ისეთი ძლიერი ადამიანი ხართ და ამიტომ სხვანაირად არ გამოდიოდა, ხო? ანუ სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ დაასრულა და დაამთავრა. ერთის მხრივ კიდე ის მომენტი არის, რომ მას რახან ესე ვთქვათ, გრძნობებში ვერ ვიტყვით რომ უყარბართ, მაგრამ ახსენდებით ხშირად შეიძლება გქონდეს, რომ აი კარგი იქნებოდა თუ კი
არჩევანი გაკეთდებოდა იმ მხრივ, რომ აი რაღაცა მსუბუქი ურთიერთობა გქონოდათ, ხო? თუ უბრალოდ პაუზაზეა, რა მოქმედება ექნება ადამიანს, აქ ცოტა ესეთი მომენტი ადამიანს რაღაცა დროის მანძილზე შეიძლება ითქვას, რომ ექნება თქვენს მიმართ დისტანცირება, შეიძლება რაღაც მომენტში შემოგთავაზოთ, რომ მოდი ცოტა ხანი ვიყოთ ესეთ მდგომარეობაში და მე შევხედოთ სიტუაციას, მე დავალაგოთ სიტუაცია, მაგრამ აქ მე ესე უფრო ხედავ, რომ აქ არის ხელისშემშლელი ფაქტორები ურთიერთობაში და ნახეთ როგორი მომენტია. ნუ აქ ადამიანს თუ აქვს ვალდებულებები ოჯახური კუთხით, შეიძლება ეს მომენტი იყოს, თუ შეიძლება უბრალოდ მისი კონკრეტული მშობელი იყოს, ან უბრალოდ თქვენ გქონდეთ იმ ხელო პასუხისმგებლობები, მაგათაც პირობითად ყავდეთ შვილები, ხო და ადამიანს რაღაცა უჭირდეს ამაზე აღება, იმიტომ რომ თქვათ მატერიალურად ვერ არის და თლად ბოლომდეც არ არის თავის გზნობებში დარწმუნებული, ხო? ქმედებასთან მიმართებაში აქ ვერ გეტყვით, რომ რაღაც ესეთი სასწაული ქმედება ექნება, იმიტომ რომ აქ ადამიანს იცის, რომ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გააკეთოს, მაგრამ არ შეუძლია იმაზე მეტის აღება, თქვათ, ვიდრე თავისუფალი და ესეთი რაღაცა მსუბუქი ურთიერთობა არის ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეტი დრო სჭირდება ფინანსურ რესურსებს ამ ადამიანისთვის. და ნახოთ ხელისშემშლელი ფაქტორები თუ არის რაიმე. კი, არის აქ ხელისშემშლელი ფაქტორები, აქ ადამიანს აქვს შიში, აქ ადამიანს აქვს რაღაცა გაურკვეველი მომენტები. ადამიანი არის არჩევანის წინაშე, ანუ რაღაცასთან მიმართებაში და ეს არის ის მომენტი, რომ შეიძლება პარტნიორი ყავდეს და იმასთან არჩევანის მდგომარეობა, შეიძლება ოჯახთან არჩევანის მდგომარეობა, შეიძლება ესე რომ ვთქვათ, ფინანსურ საკითხებთან ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ადამიანს თქვენთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არის ამ ადამიანის ჩამოუყალიბებლობა, სისუსტე, ესე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობების ვერ აღება ურთიერთობაზე და რაღაცნაირად, აი, იცით როგორი მომენტი არის, აი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ძალიან მარტივად ექცევა სხვა ადამიანების ზეგავლენის ქვეშ, ხო? იმიტომ რომ ამ ადამიანს აქვს თავისი რაღაც ესე ვთქვათ, სისუსტეები, ვთქვათ, ნახეთ, აი მაგალითად არის ხომ ესეთი ტრადიციული კუთხით უყურებთ და ვთქვათ, არ შემიძლია მე ვთქვათ შვილებიანთან ყოფნა, არ შემიძლია ჩემზე ასაკით უფროსთან ყოფნა, ხო? არიან ესეთი ადამიანები. კი, მომწონს, კი, სასიამოვნოა, კი, კარგად ვქნებ ამ ადამიანთან თავს, მაგრამ როგორც პასუხისმგებლობის კუთხით აღება, ნამდვილად არ შემიძლია. აი აქ რაღაც ეს მომენტი არის ხელისშემშლელი ფაქტორი, შეიძლება ითქვას თქვენს ურთიერთობაში და რეალურად ადამიანი არც არის ჩამოყალიბებული. ნახეთ, ფიქრების მომენტი შეიძლება აქ, მაგრამ ჩიხშია, აქეთ გზნობებიც მატერიალურისკენ უფრო მაგ გადართული, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტი რაც არის, უფრო ის არის მნიშვნელოვანი ვიდრე ურთიერთობები. ქმედებაშიც რო გითხრათ, რომ რაღაცა ძალიან სასწაულის ქმედების მატარებელი არა და სიმსუბუქე უნდა და ცოტა ესეთი მე ვიტყოდი, რომ ალბათ ჩამოუყალიბებელიც არის თავის თავთან ეს ადამიანი, საერთოდ რა უნდა. მოდით ესე ვიკითხოთ, სამყარო საერთოდ ხედავს თქვენს ურთიერთობას, აი ერთად ყოფნის მდგომარეობას, ნუ ვთქვათ, იქნება გადალახოს ადამიანმა, თუ ხედავს სამყარო თქვენი ერთად ყოფნის ურთიერთობას. ილუზია არა, ვერ ხედავს სამყარო ამ ეტაპზე ნამდვილად, ეს თქვენი შეიძლება რაღაცა ის მომენტი იყოს, რომ აქ იცით როგორი მომენტია, აქ ადამიანი საბოლოო ჯამში მაინც როგორც ასეთი სულ გაურკვევლობაში იქნება და სულ ჩიხში საბოლოოდ მაინც გავა ურთიერთობიდან, იმიტომ რომ ვერ მიიღებს ვერასოდეს ეს ადამიანი გადაწყვეტილებას. ნახეთ, თუ თქვენ გაქვთ რაღაცა ესეთი პასუხისმგებლობები აღებული, რომელიც არ ჩდება, ვთქვათ, პირობითად მისი ოჯახი ვერ მიიღებს, ან თვითონაც არის ეს ტიპაჟი, რომ კი კარგია, მაგრამ ვერ მივიღებ ამას. აი აქ აზრი არ აქვს ამ ურთიერთობის მდგომარეობას ხვდებით, იმიტომ რომ ეს ადამიანი არასოდეს არ შეცვლის თავის პოზიციას ფაქტიურად. აი თუ აი ნახეთ,
თუ მეუღლე არ აყავს, ხო, მაგალითად და არ არის მეუღლე ხელშემშლელი ფაქტორი, ხო, არის მხოლოდ და მხოლოდ მისი, ასე ვთქვათ, შინაგანი მენტალური მდგომარეობა. ნახეთ, მენტალური მდგომარეობის ესე მარტივად შეცვლა ძალიან რთულია და სამწუხაროდ ისეა ხოლმე, რომ მენტალური პრობლემა თუ გვაქვს მიუღებლობის მომენტი, რომ აი ეს ჩემთვის არ შეიძლება აი მანდ უკვე ძალიან რთულია რომ შეიძლება მართლა სხვა პარტნიორსაც მოევლოს დედასთანაც დალაგდეს ხო მეზობლებთანაც მაგრამ თვითონ თუ აქ ეს განცდა რომ მისთვის აი რაღაც ასაკით უფროსი ან შვილიანი ან რაღაც განათხოვარი რაღაცნაირად არის ჩარჩო და ამ ადამიანთან ვერ გამოვა ვერასოდეს იმიტომ რომ მას არ ვიცი მეტი ეკუთვნის ესე ფიქრობს თუ ის რომ ჩემთვის მიუღებელია ეს მომენტი ყოველ შემთხვევაში მიუღებელია ხო და ფიზიკურად აქ ადამიანი რო გითხრათ რომ რაღაცა სასწაულებს მოახდენს და თქვენსკენ ნაბიჯებს გადმოდგავს ხო ნამდვილად არ არის ესე მოდით თქვენ რას გირჩევთ სამყარო თქვენ რას გირჩევთ სამყარო ამ შემთხვევაში თქვენ რას გირჩევთ უფრო მეტად დაიფასეთ თავი, უფრო მეტად გონივრულები იყავით, უფრო მეტად, ანუ იცით რა არის შეიძლება თქვენ უკვე გქონდათ ეს გამოცდილებაც ურთიერთობაში რაღაცა არ დაფასების და ნახეთ გადით, ანუ გეუბნებათ რომ მეორე ნაპირზე გადით, ნუ ეხა ცოტა ესეთი მომენტი არავის არ ვაცალებ მე არავისთან დაშორებას, ყველას თავისი გადასაწყვეტი აქვს, მაგრამ ნახეთ რჩევა არის ის რომ იყავი ჭკვიანურად განსაზღვრე, იმიტომ რომ ესეთი გამოცდილება ერთხელ უკვე გქონდათ, რომ ადამიანმა შეიძლება გადკინა ძალიან გული და ძალიან მძიმედ გადაიტანეთ. ცოტა უფრო მეტი ეცით თქვენს თავს პატივი და ნახეთ ადამიანისგანაც მიიღებთ პატივისცემას. გადით სხვა ნაპირზე, ხო? თუ ეს ადამიანი თulis რომ თქვენ მისთვის ღირებული ხართ და თუ ეს ადამიანი ჩათulis რომ მას უნდა თქვენამდე მოსვლა, ის აუცილებლად მოვა და იბრძოლებს. ნუ ძნელია, მაგრამ შინაგან მესთან ძალიან დიდი ბრძოლა მოგიწევთ. უფრო მეტად სამართლიანი იყავით საკუთარ თავთან და ნუ ეცდებით რომ აი ეს ტოქსიკური კომფორტის ზონა შეინარჩუნოთ იმის იმედად რომ ოდესღაც ეს ადამიანი რაღაცას შეცვლის. იმიტომ რომ აქ ცვლილებებთან და რაღაცა მომავლის ხედვა ცოტა რთულია, ხო? ანუ სამიახმალით ფიზიკურად მაინც დაშორება, მაინც ტკივილის განცდა და ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ ამის შეგუება, აი რაღაცა ეს მომენტი არის აქ. აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა და მე რა თქმა უნდა გისურვებთ თითოეულ თქვენთაგან ბედნიერებას, წარმატებას, სიხარულს. სწორი ადამიანის გვერდით ყოფნას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და გაუფრთხილდეთ საკუთარ თავებს, ნუ დააზიანებინებთ ნურავის, იმიტომ რომ თქვენ ერთადერთი ხართ, ხო? ანუ ერთადერთი ხართ და თქვენ თავისუფასი ყოველთვის იცოდეთ და ყოველთვის გიყვარდეთ თქვენი თავი იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაგაფასოთ პარტნიორმაც. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი იქნება. რაღაცა ცოტა ისე დაბალანსებულად მოგქონდეს, ხო? მარტო ერთ მხარეს რომ გავცეთ არ გამოდის. რაღაცნაირად ჩვენც უნდა მივიღოთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოკლედ დროებით, გემშვიდობებით.